დღეს 17 იანვარია. დღეს ვისვენებ სამსახურში არ ვარ, არ ვმუშაობ და შესაბამისად კი გვიან გავიღვიძე. კარგად გამოვიძინე. პირველ საათზე გავიღვიძე. ანუ ადრე დავწექი 12-ზე დავწექი, პირველ საათამდე არ გამეღვიძა. პირველზე გავიღვიძე, მერე წამოწოლილი ვიყავი, გათბობა მქონდა ჩართული, ვიდეოს ვამონტაჟებდი და ავდექი ესე 3:30-ზე. ხო და ეხლა არის 5 თითქმის. და დღეს რადგანაც ვისვენებ, არსად არ გავდივარ, იმიტომ რომ გუშინ თაწმინდაზე ვიყავი და დავტკბი უკვე. ასე რომ დღეს არსად არ გავდივარ და დღეს მაქვს შესაბამისად დალაგების დღე. ვალაგებ სახლს, იმიტომ რომ ხშირად ვერ ვიცლი ხოლმე მოკლედ რას ვცდილობ, რომ სისუფთავე შევინარჩუნო, მაგრამ როცა ვმუშაობ და ვსწავლობ და ესა რა ქვია დილიდან საღამომდე გასული ვარ სახლიდან, შესაბამისად ვერ ვასწრებ ხოლმე კარგად გემრიელად დალაგებას. ასე რომ დღეს რადგანაც თავისუფალი დღე მაქვს, ეს ოთახი დავალაგე. აქაც ძალიან მიყრილი-მოყრილი მქონდა ყველაფერი, იმ თაროებზე ყველაფერი არეულ-დარეულად მელაგა და დავალაგე ლამაზად და დღეს მოვიდა სამწუხაროდ ის დღე, როდესაც ჩემი ლამაზი ნაძვისხე უნდა დავშალო. მორჩა მეგობრებო, ახალი წელი ჩაიარა ყველაფერმა, ჩემთვის ძალიან უბრალოდ და ძალიან ისე ჩაიარა სწრაფად, მაგრამ რაც იყო, მე მაინც ბედნიერი ვარ, მშვენიერი იყო, ასე რომ რავი, ხა ეს ნაძვისხე რაც დადგმული მაქვს, ხშირად ისედაც არ მქონდა ხოლმე ანთებული. ხო, თითქმის სულ ესე იდგა ჩამქრალ მდგომარეობაში, მაგრამ ეხლა რაღაცნაირად მენანება მაინც დაშლა. თუმცა ესე ადგილი განთავისუფლდება, მერე ამ მაგიდას მივდგავ კუთხეში და ისევ დაუბრუნდება ოთახი თავის ჩვეულ ნორმას, ესე ვთქვათ. ხო და დავალაგე აქაურობა, ტანსაცმელი დავკეცე, თაროები მივალაგე, ოთახი გამოვხვეტე და ეხლა უნდა დავშალო ნაძვისხე. ოღონდ ტელეფონი მაქვს სატენზე შეერთებული და ესე დამაგრძელებლით უნდა ისა ვქნა, თან სატენზე მქონდეს და თან ნაძვისხის დაშლა გადავიღო. არც დავშლიდი დღეს, მაგრამ ხო იცით, რომ ხვალინდელ დღეს არ უნდა შეხვდეს ნაძვისხე, ეს ჩვენი ქართველების, ესე ვთქვათ, ძველებიდან გამოყოლილი ის არის რა, ტრადიცია, რომ ახალ წელს 16-ში უნდა დაიშალოს ნაძვისხე, თუ 17-ში. ხო, მოკლედ ხვალინდელ დღესასწაულს არ უნდა შეხვდეს ნაძვისხე და დავშლი მოკლედ რა. ხო და ის სამზარეულოც სასწაული დასალაგებელი მაქვს. სამზარეულოში ჩემმა გამომწერმა რომ გამომიგზავნა ამანათი, ეგენი რომ განვყუთე, ყუთები ხო იყო ბლომად, ყველაფერი ყუთებში იყო ჩალაგებული და ის მუყაოს ყუთები ჯერაც არ მქონდა გადაყრილი. დავშალე, დავჭერი, პარკში ჩავალაგე და ის ვქენი რა, მოკლედ რო ჩამოვედი აქ, ძველი ნივთები ხო დავხვდა რაღაცეები, რასაც არ გამოვიყენებდი, ეხა პლასმასის კონტეინერები და რაღაცეები, სხვისი ნახმარი და ძველები, რატო უნდა გამომეყენებია. შუშის ბანკები იყო, კიდევ ბოთლები იყო და აი ეგენი ყველაფერი, რასაც არ გამოვიყენებდი, რაც აქ დამხვდა, ჩავალაგე ქვედა კარადაში, ქვედა თაროზე რა. ხო და ეხლა გამოვალაგე ყველაფერი, მთელი კარადა გამოვალაგე, ის სამზარეულოს პატარა კარადა და ის შუშის ბოთლები და რაღაცეებიც მოვათავსე პარკში. იმიტომ რომ დიდ პარკში ჩავალაგე, ეს მუყაოს ყუთები დაჭრილი და ყველაფერი ნაგავი გამაქვს, ეხლა რასაც არ ვიყენებდი, ყველაფერი გამაქვს. არის კიდევ თეფშები და პლასმასის კონტეინერები, მაგრამ იმას ეხლა მე ხელს ვერ მოვკიდებ, იმიტომ რომ რო გადავყარო და მერე ხო შეიძლება რომ მითხრას სახლის მეპატრონებ, რომ რატო გადაყარე და მართალიც იქნება, იმიტომ რომ ჩემი არ იყო. მაგრამ ახლა შუშის ბოთლები და რაღაცეები, რაც ზედმეტი იყო, გადავყარე, იმაზე არავინ არაფერს არ მეტყვის. ახლა შუშის ცარიელი ბოთლები რატო გადაყარეო და აი ესე დავალაგე სამზარეულოს ქვედა თაროები ლამაზად, ადგილიც განთავისუფლდა. ეხლა ნაძვისხეს რო დავშლი,
უნდა დავალაგო სამზარეულოც ზედათაროდანაც ისე უნდა გადავანაწილო, რომ ზედათაროზე იქნება სიტყვაზე ჭურჭელი, ქვედათაროზე საჭმელები, სუნელები, შაქარი და ეგეთი რაღაცები. მოკლედ ეგენი უნდა გადავანაწილო ყველაფერი კარგად, რომ ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდეს. კიდე გარეთ გამოვხვეტე ისა კარების მიმდებარე ტერიტორია და ეს არა ონკანის ტერიტორია გამოვხვეტე და იქაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა და ეს ონკანის გახეხვაც მინდა კარგად რა. ხო. კარგად მინდა გავხერხო ონკანი. მაგრამ მაგისთვის არ მგონია მოვიცალო, ეხლა მოდით დავშალოთ ნაძვის ხე მე და თქვენ ერთად და მერე უნდა დავალაგო სამზარეულო. აუ ის მინდა კიდევ რა ქვია. აუ ხო, ეხლა ნაძვის ხეს რო დავშლი, ჩავალ და ვიყიდი ლობიოს მასალას. ლობიოს ვიყიდი 1 კილოს, მთლიანად არ მოვხარშავ 1 კილოს, 1 კილო მე რა თმინდა. ლობიოს ვიყიდი, ხავხს ვიყიდი 1-2 წელს, პომიდორის წვენი მაქვს სოფლიდან წამოღებული, მეტი რა დამჭირდება ეხლა სუნელებს ვიყიდი და ეგ არის რა. ზეთი მაქვს და პომიდორის წვენი მაქვს და დანარჩენი ყველაფერი მაქვს. მწვანილი კიდე არ უნდა. ხო და ესა რა ქვია, დავადგავ ლობიოს მოსახარშად, თორე ძალიან დამაღამდა უკვე. დავადგავ ლობიოს მოსახარშად და ესე იგი რამდენი რამე მოვასწრო აღარ ვიცი. დილიდან ვიდეოს ვამონტაჟებ და ერთი ვიდეოს მეტი არ ამიტვირთავს, არა და ამ დროს 3 ვიდეო მაქვს დასამონტაჟებელი და ასატვირთი. ასე რომ ეხლა ნაძვის ხეს დავშლი და მერე ესა რა ვიცი, ჩავალ ალბათ ქვემოთ და ვიყიდი ლობიოს მასალას. დავშალოთ ნაძვის ხე. და დაშლა რა ცუდია ხო ნაძვის ხის. თან გული წყდება. თან კიდე აწყობა გიხარია და დაშლა გეზარება. ავთულის განათება რომ აქვს დამაგრებული. მავთულის განათება რომ აქვს დამაგრებული, ეს ნაძვის ხე ხო 2 ნაწილად არის აწყობილი, ანუ შუაში იშლება და ის მავთულის განათება მთლიანი ნაძვზე როა დახვეული არ მიცემს დაშლის საშუალებას და ეხა იმ მავთულის განათების დახსნაც თუ მომიწია, ისე არის ახლართული, ჩახლართული, მერე ნამდვილად გავწვალდები. მაგრამ ნახოთ რა. ესე იგი, იმდენი სათამაშოები ეკეთა ძლივს მოურჩი სათამაშოების დახსნას. ესენი ხო ეკეთა ამდენი დიდები, პატარები. ეს ბანტები ხო ეკეთა ესეც რამდენი. და ესენი კიდე, ნახეთ. ანუ იმდენი სათამაშოები ეკიდა, რომ თითო ტოტზე 2-3 ცალი იყო ჩამოკიდებული. ეხლა გადავალ წვიმების მოხსნაზე და იმედი მაქვს, რომ ეს აი რას ვამბობდი, ნახეთ. ეს მავთულის განათება არ მომცემს ამის დაშლის საშუალებას. ასე რომ მომიწევს მავთული განათების დახსნაც. გარეთ როგორი მზიანი ამინდია, მაგრამ მაინც ცივა. ეს
განათება ძალიან მომეწონა. ანუ გამომწერის გამოგზავნილი თან ხო ელემენტზეა და სადაც გინდა იქ დაამაგრებ. თან კიდე ესე ახლოს აქ განათებები და აი 4 მეტრიანი ყოფნის მარტო ეს ყოფნის მთელ ნაძვის ხეს 4 მეტრიანი. ისეთი ლამაზია, თან საახალწლო ფერებია, წითელი, მწვანე, ოქროსფერი მე მგონი. ხო და ისეთი საყვარლობა, ამასაც ჩავდეთ თავის ყუთში. ამოვხსნათ მეორე განათება. 3 განათება ამაგრია. ძალიან გადატვირთული ნაძვის ხე. როგორც იქნა მოურჩია მავთულის განათების მოხსნას და აი ეს მხარი ისე მეტკინა. დავიღალე კიდეც და ამ მავთულის განათებას ნაძვის ხეზე დახურვას რომ დააპირებთ, 1 წელიწადს ბლომად უნდა იყიდოთ ერთი ფერის განათება და კარგად გულიანად უნდა დაახვიოთ მთლიან ნაძვის ხეს და ისევე უნდა დაშალოთ. ანუ მთლიანი ნაძვის ხე უნდა დაკეცოთ ისე, რომ ამის დახსნა არ მოგიწიოთ. და ერთხელ რომ გააკეთებთ 1 წელიწადს კარგად რომ დაახვევთ განათებას, ისე დარჩება. ხო და ეხლა მოკლედ ბარემ მოურჩები ამ განათებების და სათამაშოების ჩაბარგებას ნაძვის ხესაც აუკეთსავ. მე შევჭამ ხინკალს შევწვალ. მოხარშული ხინკალი მაქვს და შევჭამ. ამასობაში ღამდება. ჩავალ დაბლა, ვიყიდი და მოვხარშავ ამაღამ.
ყველაფერი, ის სათამაშოები, ბანტები, განათება, ყველაფერი ჩაეტია ამაში. ეს. ეგ არის